ახლა ვარ ზაზან ასკიდაშვილი, ადგილობრივი რუისის მკვიდრი. ვეწევით ფერმერულ მეურნეობებს, მოყავს კომოსტო, პამინდორი, ხახვი, ციცაკა. ამ მიწებზე ადრე მოდიოდა ხოლმე ხორბალი, მარტო სიმინდი და რომელსაც ნაკლები რწყვა უნდა, მარცვლოვანი კულტურები. წლების წინ მოგეხსენებათ არ იყო ჩვენთან სარწყავი წყალი, ტაშისკრის არხიდან ბოლო სოფელია და გვიძნელდებოდა მორწყვა. სატუმბმა სადგურმა ძალიან დიდი შეღავათი მოგცა და უკვე სხვანაირი თვალსაზრისით დაუწყეთ ამ მიწების ათვისება იმ მხრივ, რომ ბევრნაირი კულტურები მოყავს და ალბათ ასორტიმენტსაც გავუძდით, იმიტომ რომ უკვე წყლის პრობლემა აღარა გვაქვს. კომოსტოს შემთხვევაში საჰექტრო მოსავლიანობა არის 100 ტონა. თუ წყალი არ აქვს, საერთოდ არ მოვა ეს მოსავალი და ამიტომ სადაც წყალია, ვცდილობთ რომ იქ დავრგოთ ეს კულტურა.